უკვე მესამე წელია მეტად სასარგებლო ტრადიციად იქცა საქართველოს ინტერვენციონისტ კარდიოლოგთა მიერ საერთაშორისო კონგრესის ჩატარება თბილისში, რაც არაჩვეულებრივ საშუალებას აძლევს ჩვენს თანამემამულე არა მარტო ინტერვენციონისტებს, არამედ კლინიკურ კარდიოლოგებს, ნებისმიერი პროფილის პრაქტიკოს ექიმებს, რეზიდენტებსა თუ სტუდენტებს მიიღონ უახლესი საჭირო ინფორმაცია და გაიზიარონ უცხოელ კოლეგათა გამოცდილება. მინდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი კონგრესი გამოირჩეოდა თავისი მასშტაბით, სიახლეებითა და წარმომადგენლობით. სწორედ ამ თემაზე მოვიწვიეთ აღნიშნული კონგრესის სულისჩამდგმელები საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი ზვიად კერესელიძე და პირველი ქართველი ინტერვენციონისტი ქალბატონი ინგა ბოჭორიშვილი. ზვიად, მოდი შენით დავიწყოთ პირველად, რადგან შენ ხარ ერთ-ერთი პირველი ინტერვენციონისტი, პიონერი საქართველოში და შენ ხარ სწორედ ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი, რომელზეც ლაპარაკი გვაქვს და მინდა შეგეკითხო და მინდა ჩვენ მაყურებელს უფრო ფართოთა უხსნა, რითი განსხვავდებოდა წლევანდელი კონგრესი შარშანდელი და შარშანწინდელისგან. მე კი ვიცი, რითიც განსხვავდებოდა, მაგრამ მოდი მაყურებელსაც უთხრათ, ის მართლაც განსხვავებული იყო და განსაკუთრებული იყო წელს. მადლობა ანა, თქვენ პირადად ტელეკომპანია პულს მივესალმები მაყურებელს. ნამდვილად განსხვავებული იყო თავის მასშტაბით, თავის ასე ვთქვათ, ლოკალური, ადგილობრივი ასოციაციების ჩართულობით, ასევე უცხოური ასოციაციების ჩართულობით. მაგალითად, ჩვენ ყოველთვის რა თქმა უნდა გვერდში გვიდგა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება და წელსაც მათ გვერდში გვედგა საზოგადოება და მადლობა მათ პირველ რიგში, მაგრამ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გარდა პრაქტიკულად ჩავრთეთ ჩვენ საორგანიზაციო საკითხებში და ერთობლივად შევასრულეთ საქმე თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის კარდიოლოგთა საზოგადოებასთან და წელს პირველად ასევე ევროპის ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის, ეგრეთ წოდებული EAPCI-ის ჩართულობაც მოახერხეთ და შემოგთავაზეს ეგრეთ წოდებული joint session-ი, ანუ ერთობლივი ასე ვთქვათ სესია IVUS-ის, ანუ ინტრაკორონარული სიზარგვის ულტრაბგერის და კალციფიცირებული ფოლაკის მოდიფიცირების, ანუ კომპლექსური სტენტირების სესია და ასევე, რა თქმა უნდა, მიიღეს მონაწილეობა სტრუქტურულ გულის დაავადებების მიმართულებით ამ სესიებში და რაც ასევე მნიშვნელოვანია, გერმანიის დიდი წილი კონტრიბუციის მოდის გერმანიის ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციაზე. ამიტომ აქედან გამომდინარე ყავდა ძალიან ბევრი უცხოელი კოლეგა და რაც ჩემთვის სასიხარულოა, რომ სასომხეთიდან და აზერბაიჯანიდან და თურქეთიდანაც ცოტა, მაგრამ იყვნენ მსმენელებიც. ძალიან კარგი. მე თავად დავესწარი ამ კონგრესს, მინდა გითხრა პირადად მადლობა კიდევ ერთხელ, რომ აი ესეთი ღონისძიება ჩაატარე, ჩემთვის როგორც პრაქტიკოსი ექიმისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შევიტყვე ახალ ევროპულ კვლევებზეც იმ დარგში, ეგრეთ წოდებულ სამაგ თერაპიაზე მაგალითად, რომელიც ძალიან მაინტერესებდა და რომელიც ყოველთვის რაღაცა დილემის სახით არის პრაქტიკოსი ექიმის წინაშე. ძალიან ბევრი რამე შევიტყვე ამის შესახებ და მათ შორის წეღან ახსენე შენ IVUS-ი, ეგრეთ წოდებული ინტრაკორონარული ულტრასონოგრაფია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან ჯერ დანერგილი არ არის. ერთობლივი სესიების ჩატარება ძალიან კარგია, მაგრამ როგორ ფიქრობ, როდის დაინერგება ჩვენთან ეს და პირადად თქვენთან? ძალიან ესეთი მტკივნეული კითხვა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი რეალურად ინტელექტუალური რესურსი გაცილებით შორს არის უკვე წასული, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ფლობთ უკვე ამ ტექნიკას. გვაქვს საშუალება, რომ იგივე ამ კონკრეტული აქტივობებით, ასოციაციების ჩართულობით, უცხოელი კოლეგების დახმარებით ჩვენ არაერთი ინტერვენციული კარდიოლოგი წავიდა, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი და რამოდენიმე კვირით დაახლოებით რამოდენიმე კლინიკაში, რამოდენიმე ქალაქში, სხვადასხვა ცენტრთან გვაქვს ჩვენ თანამშრომლობა ასოციაციის ფარგლებში და მოხდა მათი ტრენინგი და ეს ტრენინგები პრაქტიკულად მინდა გითხრათ, რომ არც ერთი თანამედროვე დღეს IVUS იქნება, FFR-ი, CFR-ი, QFR-ი თუ როტაბლაცია, ეგრეთ წოდებული კალციუმის ფოლაკის და მოდიფიცირების კომპლექსური სტენტირების ჩატარება, არც ერთი ეს მეთოდი არ არის, ასე ვთქვათ, შორს იმისგან, რომ ჩვენ დავეუფლოთ. ჩვენ ბევრი უკვე ჩვენთაგან ეუფლება. სამწუხარო ის არის, რომ იმ მოდელში, ფინანსურ მოდელში დაფინანსების უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ეს ტექნიკურად შეასრულო, იმიტომ რომ ამას სჭირდება საკმაოდ სხვა
დაფინანსების მოდელი, იმიტომ რომ წირი ასე ვთქვათ დაფინანსების იმაში ეს ვერ ჩაჭდება, იმიტომ ეს ცოტა თანამედროვე ასე ვთქვათ ტექნიკურ მატერიალურ მოითხოვს მასალებს. თუმცა ისიც მინდა აღნიშნო, რომ თითოეულ მათგანს აქვს დადასტურებული ხარჯ-ეფექტურობის კვლევები, ანუ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კი ჩავდებთ ამაში გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუნდაც 5 და მეტ წლიან პერსპექტივაში ამან შეიძლება პირიქით მოგვცეს უფრო მეტი დადებითი შედეგი, თუნდაც ეკონომიური და არა მარტო ეკონომიური ჯანმრთელობის, რა თქმა უნდა, ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. და დღესდღეობით რა კეთდება ამისთვის თქვენგან თქვათ, როგორც ექიმებისგან? ჩვენ ასოციაციის მთავარი მიზანი არის, ჩემი აზრით, უპირველესი მიზანი არის შექმნას პლატფორმა, სადაც იქნება ჩვენი კოლეგები შეძლებენ როგორც ტრეინინგს, საგანმანათლებლოს, ასევე პროცედურას დაეუფლებიან, შევძლებთ გაგზავნას, ასე ვთქვათ, ამ ინტერვენციული კარდიოლოგების უცხოეთში, იმიტომ რომ აქ ამ ტრეინინგ, ასე ვთქვათ, ბაზა შეიძლება ისე ბევრი არ გქონდეს. აპარატურას რაც შეეხება აპარატურას, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ დაფინანსების სისტემა იქნება მორგებული, როგორც არის მაღალი შემოსავლის და უსაშუალო შემოსავლის ქვეყანა თვითხრებით, მაგრამ ძალიან ბევრი. მინდა აქვე აღნიშნო, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩვენს გარშემო, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთიც კი უკვე მათ სხვა დაფინანსების მოდელი აქვს, ცოტა განსხვავებული. მესმის სხვა ეკონომიური, ასე თქვა, შესაძლებლობა აქვს თურქებს და აზერბაიჯანს, მაგრამ რასაც სომხებზე ვერ ვიტყვით, თუმცა ერთი მხრივ გვიხარია, რომ ის წინ წავიდა ეს დარგი ამ ქვეყნებში, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვაღიაროთ, რომ 15 წელია ჩვენი დარგი არის გაყინულ მდგომარეობაში. არანაირი განვითარება დარგის შემდგომი არ ხდება და ასოციაციის მთავარი მიზანი ის არის, რომ ეს მივაწვდინოთ იმათთვის ვისაუბროთ და იმათ მივაწვდინოთ ხმა, ვისაც ამის გამოსწორება შეუძლია. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემის DRG დაფინანსების პირობებში იქნება თუ სხვა სისტემის დაფინანსების პირობებში იქნება, აუცილებელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ჩართულობით მოხდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ესე ცალკე რომელიმე კლინიკა, რომელიმე გუნდი ექიმების ამას ვერ აიღებს თავზე, იმიტომ რომ მთლიანობაში ეს არის სისტემურად გამოსასწორებული სიტუაცია. ჩვენ გქონდა წერილების დაწერილი ოფიციალური და გვაქვს თანამშრომლობა, ვერ ვიტყვი, ძალიან დადებითი გამოხმაურებები არის, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდანაც, რომ ისინი მზად არიან, თუმცა ნელა მიდის ეს პროცესი, საკმაოდ და მე ვისურვებდი, რომ ეს პროცესი ცოტა გაჩქარდეს და სამწუხაროდ საუბრობთ მე და ინგა და ალბათ გააკეთებს ინგაც ამაზე აქცენტს, რომ ძალიან ბევრი უკვე ახალგაზრდა ექიმები უკვე რომ მიედინებიან, აი ახალგაზრდა კარგი ნიჭიერი ექიმი უკვე ეძებს სამსახურს, სხვაგან რომ მან უკვე დაინახა, რომ ეს დარგი 15 წელი არ განვითარდა და აქ შიში აქვს იმას, რომ აქ რომ ამას დაეუფლება და ამას ისწავლის, ის გაიყინება და იმ კონკრეტულ ასე ვთქვათ სფეროში ვერ იქნება წარმატებული. კი რაღაცას გავაკეთებთ, კი რაღაცას შევძლებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, როცა გაიხედები და გვერდზე ხდება ყველაფერი ის, რასაც უყურებ, რაც სწორია და რაც საჭირო და რაც გაიდლაინებით არის დამტკიცებული. ეს არ არის კონკრეტულად რომელიმე ინსტიტუტი უჭერს მხარს ამ თუ იმ პროცედურას. ეს გაიდლაინებით საკუთარ უკვე მყარად არის დამტკიცებული, რომ აი ესა თუ ის პროცედურა FFR იქნება, სიძარხვის ასე ვთქვათ, შეფასებას, შევიწროების ხარისხის თუ ულტრა გერა სიძარხვის შიგნითა თუ როტაბლაცია თუ ნებისმიერი კალციუმის ფოლაკის მოდიფიცირება, ეს არის შესაძლებელი და ეს ხდება ჩვენს გარშემო და ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ, განა იმიტომ რომ არ შეგვიძლია. იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის ის მოდელი ამუშავებული, რაც საბედნიერო ჩვენს გარშემო რითმოლოგიაში არის კარგად ეს პროგრესი. შეიმჩნევა ანგიოქირურგიაში ძალიან კარგად, ნევროლოგიაში ძალიან კარგად. ძალიან მიხარია და ულოცავ ჩვენ კოლეგებს, მაგრამ ჩვენთან ამ კონკრეტულ დარგში არ არის საკმარისი ნაბიჯები გადადგმული სამწუხაროდ, მაგრამ მე იმედი მაქვს მაინც, რომ ეს ძალიან მალე მოგვარდება. თემა მართლაც მტკივნეულია, როგორც აღნიშნე და მეც იმედი მაქვს, რომ დაჩქარდება ისევე როგორც სხვა სფეროებში, აქაც წამოვეწევით აუცილებლად განვითარებულ ქვეყნებს. ინგა, თქვენთან მინდა გადმოვიდე, რა შეგიძლია დაამატოთ ამასთან დაკავშირებით, თქვენი სფეროა ეს და ამ პრობლემებზე ვლაპარაკობთ. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა კვლავ ჩვენი
გვერდში თანადგომისათვის და იმისათვის, რომ თქვენ მუდმივად აშუქებთ ამ ჩვენს ყველანაირ აქტივობას. ვეცდებით იმდენად ამომწურავად ჩამოაყალიბა ეს პრობლემები, რასაც ჩვენ რაზეც ვმუშაობთ პრაქტიკულად ყოველდღე ჩვენი ასოციაცია, რომ ბევრს ვერაფერს დავამატებდი გარდა იმისა, რომ ჩვენი აქტივობა დღესდღეობით მიმართულია იმისაკენ, რომ ჩვენ წარვადგინოთ პრობლემები და შევქმნათ ინსტრუმენტი ამ პრობლემების, ესე რომ ვთქვათ, გადაჭრისათვის. ინსტრუმენტი არის რამოდენიმე. ერთი თავად ის ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი არის, სრულფასოვანი კომუნიკაცია, რომელიც ნაწილობრივ გადაწყვეტს და უკვე წაიყვანს გადაჭრის მიმართულებით ამ პრობლემებს და შესაბამისად ამ ყველაფრის მე ერთობლივად დაჯამება და მზადყოფნაში და სრულყოფნაში მოყვანა. მართლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის იმ ეტაპების შესრულება, რა ეტაპებიც შესაძლებელია შესრულდეს, მთავარია მობილიზება. მთავარია უბრალოდ კარგად წარდგეს ის პროექტი. ჩვენ ასევე გვაქვს ეს, რომ ვთქვათ, დაგეგმილი, რომ ვიმუშაოთ სტატისტიკაზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის შეიქმნას დაავადების გავრცელების და შესაბამისად გამოსავლის სტატისტიკა, რა არის ძირითადი გამომწვევი მიზეზი და რა უფრო ეფექტური არის ამ დაავადების მკურნალობის თვალსაზრისით. ახლა ჩვენ შეიძლება ჩავაყენოთ 3, 4, 5 სტენდი და დაუშვათ სახელმწიფოს შედარებით უფრო იები დაუჭდეს, ვიდრე ის დანარჩენი დამატებითი სისხლძარღვის უფრო უკეთესად მოსამზადებელი რაღაც ეტაპები, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოსავალი პაციენტის არ იყოს უკეთესი და პირიქით და სახელმწიფოსთვის ამ პაციენტის ესე რომ ვთქვათ შემდგომი მკურნალობა გართულებების და დაავადების ესე ვთქვათ პროლონგირება უფრო მეტად ასე ვთქვათ ხარჯიანი აღმოჩნდეს ვიდრე ის რომ ჩვენ მას ეფექტურად უმკურნალობთ და შესაბამისად გამოსავალიც უფრო ეფექტური იყოს ამ პაციენტს. ამის დაჯამება არის აუცილებელი. ჩვენ დაწყებული გვაქვს რა თქმა უნდა ამაზე მუშაობა შაშანაც გვქონდა შეხვედრა ზვიადის ესე რომ ვთქვათ ინიცირებით ერთ-ერთ კომპანიასთან, ესეც სამწუხაროდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუმცა მაინც ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც გარკვეული ეტაპები უნდა დავიწყოთ ვინაიდან, როდესაც გვექნება სურათი, აი სტატისტიკა, რა დროს, რა უფრო უკეთესია, ამ შემთხვევაში მე მგონი უფრო უკეთესად ვისაუბრებთ ადამიანებთან და უფრო უკეთესად მოვახდინოთ ამის დოკუმენტაციას. გეთანხმებით აბსოლუტურად სტატისტიკა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და საჭირო და პირველადი დარგია. ინგა, ერთ-ერთ ახალ მეთოდზე მინდა შეგეკითხოთ, რომელიც საქართველოში უკვე დანერგილია, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, მაგრამ ეს არის ახალი მეთოდი, ჯერ კიდევ ფართო მასებისთვის გაუხმაურებელი. მინდა გკითხოთ და მინდა რომ გთხოვოთ, რომ აუხსნათ მაყურებელს, ბელს რა არის როტაბლაცია და აქვე ვეტყვი ჩვენ მაყურებელს, რომ ეს არის მეთოდი ძალიან გაცილებით უფრო იოლი, ვიდრე ღია ოპერაცია გულზე და გარკვეულწილად ზოგიერთ შემთხვევებში ცვლის აორტოკორონარულ შუნტირებასაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ შეიძლება მოუთხრეთ ჩვენს მაყურებელს ამის. სამწუხაროდ ეს ახალია ჩვენთან საქართველოში, თორემ დაახლოებით 70-იან წლებში დაიწყო უკვე ევროპაში ამის, ასე ვთქვათ, ამ კვლევის უბრალოდ ამ პროცედურის ჩატარება. ზოგადად აი ყველა კლინიკაში ევროპის ესე ვთქვათ, ყველა განვითარებულ და აღჭურვილ კლინიკაში ხდება ესეთი ეტაპობრივი მოკეთ ქმედება პროცედურის დროს. მაგალითად, როდესაც არსებობს მკვეთრი დაზიანება, ანუ მკვეთრად არსებული კალციფიცირებული ფოლაკების სისხლძარღვის სანათურში, რომლის მოდიფიცირებაც არის რთული. არსებობს სხვა მეთოდები. ახლა რა ხდება? უპირველეს ყოვლისა ვახდენთ ათეროსკლეროზული ფოლაკის მოდიფიცირებას, როგორც ვახსენე, ანუ უნდა დავშალოთ ან გავაფართოვოთ ან რაღაცნაირად ასე ვთქვათ, გავადიდოთ სანათური იმისათვის, რომ შემდეგ იმ სტენტმა, რომელიც მომზადებული არის იმპლანტაციისათვის, თავისუფლად ესე რომ ვთქვათ, ტრანსპორტირება შევძლოთ და გაიშალოს იდეალურად, ანუ მიებჯინოს სისხლძარღვის კედლებს, რომ შემდგომი გართულება არ გამოიწვიოს, როგორიც არის სტენტ თრომბოზი, სტენოზი და ასე შემდეგ. და როგორ ვაფართოვებთ? გეტყვით. არსებობს სტანდარტული მეთოდი ბალონური პრედილატაცია, მაგრამ რთული კალციფიცირებული ფოლაკებისთვის ეს როტაციული აბლაცია არის ერთ-ერთი ესე რომ ვთქვათ, ყველაზე ხელშემწყობი და ყველაზე ეფექტური პროცესი, მისათვის რომ ტექნიკურად იოლია, რა თქმა უნდა, თავის სპეციალიზაცია ჭირდება. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ კბილის ბურღი დაახლოებით აი ესე შეგვიძლია გავბურღოთ ის გამკრივებული ფოლაკები და გავაფართოვოთ დიამეტრის სანათურის, რომელშიც შემდეგ უფრო უკეთესად მოვახდენთ
მანიპულირებას, მაგალითად, უკეთესად დავასრულებთ ანგიოპლასტიკას და სისხლძარღვშიც სტენტი იქნება იდეალურად გაშლილი და შემდგომი გართულებებისგან ჩვენ პაციენტს დავიცავთ. გარდა ამისა, როტაციული აბლაციით შეგვიძლია პაციენტი ავაციულოთ ღია ქირურგიული, ესე ვთქვათ, წესით ანგიოპლასტიკას, უბრალოდ რევასკულარიზაციას და საერთოდ, საბედნიეროდ მთელ მსოფლიოში ეს ღია ქირურგიული გზების ფანჯარა ნელ-ნელა ვიწროვდება და თითქმის ყველა პროცედურა გადადის უფრო მეტად ინვაზიურ ჩარევაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაგალითად სამი სისხლძარღვიდან ერთ-ერთი მთავარი სისხლძარღვი არ არის დაზიანებული და შესაბამისად კარდიოქირურგიც ასეთ პაციენტს არ უკეთებს კარდიოქირურგიულ ღია წესით ოპერაციას, ჩვენ მეორე სისხლძარღვს, მაგალითად მარჯვენა კორონარულ არტერიაზე გვაქვს მკვეთრი კალციფიცირებული ფოლაგი, ვერაფერს ვერ უშვებთ, ვერ ვახდენთ მოდიფიცირებას, ვერც ჩვეულებრივი ბალონით, ვერც მაღალი წნევის ბალონით და ვტოვებთ ისე რომ ვთქვათ ბრჭყალებში იშემიზირებულ მიოკარდიუმს, იმიტომ რომ ვერ აყვადგენთ ასეთ შემთხვევაში სტენტის იმპლანტაცია აბსოლუტურად უკუნაჩვენები არის და პაციენტი რისკის ქვეშ რჩება. რა თქმა უნდა, მიოკარდიუმი რჩება ისევ იშემიზირებულ ჰიპოპერფუზია, არ მიეწოდება მას ის რაოდენობით სისხლი, რაც ნორმალური დიამეტრის შემთხვევაში. ეს კიდევ ერთ-ერთი, ესე რომ ვთქვათ, დილემა არის, ხომ? პაციენტი არ იკეთებს ოპერაციას და პაციენტს ვერ უკეთებს სტენტირებას. ძალიან ბევრი ფანჯარა აქვს როტაციულ თრომბექტომიას, ათერექტომიას, რომელიც პრაქტიკულად ხელს გვიხსნის ძალიან ბევრ რთულ შემთხვევაში და მესამე ვარიანტი, როდესაც პაციენტს არ უნდა კატეგორიულად წინააღმდეგია კარდიოქირურგიული, ასე ვთქვათ, ჩარევისა, ხო? და ჩვენ გვაქვს ოპერაციული, პოსტოპერაციული გართულებების ეშინია. იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი მოცულობითია, ხო, ეს ჩარევა, საკმაოდ ტრაუმული არის და შესაბამისად თავისი რაღაც გარკვეული, რა თქმა უნდა, გვერდითი ეფექტები აქვს ამასაც. თუ პაციენტს ეკუთვნის, ჩვენ ცხადია, ორი აზრი არ არსებობს, უნდა გაუკეთდეს ის, რაც პაციენტს სჭირდება, ყველა ვარიანტში, მაგრამ თუ არის შესაძლებლობა იმის, რომ პაციენტისთვის უფრო უკეთესი გამოსავალი შექმნათ, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი. ამიტომ ეს ფართოდ გავრცელებული. გეტყვით, ესეც თანხებთან არის დაკავშირებული, თვითონ ეს ბურღის ღირებულება არ არის, ასე ვთქვათ, დაბალბიუჯეტური და ის ბურღი არ არის რამოდენიმეჯერ ერთჯერადი არის, შესაბამისად ერთი პროცედურის, ესე რომ ვთქვათ, ფასი საკმაოდ მაღლდება ამ პროცედურის, მაგრამ ნუ ხა ეს არ არის ყოველი პროცედურა, არ არის ყოველ მეორე პაციენტთან, არ არის ესეთი ასე რომ ვთქვათ, შემთხვევები, რომ ყველა პაციენტთან მსგავსი პროცედურა დაგჭირდეს. ამ თავის ჩვენებები აქვს, თავისი უჩვენები, ზოგჯერ შეგვიძლია, ზოგჯერ ვერც შეიძლება ვერც გავაკეთოთ აღნიშნული პროცედურა, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ოფცია არის, რა თქმა უნდა, კი. ეს დავამატებდი კიდე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეს ფინანსური, ასე ვთქვათ, რაციონალობის კუთხეც უნდა განვიხილოთ, ანუ კი ღირს, ბურღის თვალზე რაღაც გარკვეული თანხა, ხო? მაგრამ მას აქვს ხარჯეფექტურობის დადასტურებული კვლევები აჩვენებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ხარჯეფექტურია. არა მარტო როტაბლაცია, არამედ FFR-ზე შეგვიძლია ჩვენ მე ვისაუბროთ. იგივე აორტოკორონარული შუნტირება ხო გაცილებით უფრო ძვირიჭდება. დაახლოებით 20 და მეტი $1000 და ნევროს ეკვივალენტი წარმოიდგენ ლარებში დაახლოებით ესეა. ჩვენთან შეიძლება ესე არ არის პირდაპირ, მაგრამ ჩვენთან კორონარული სტენტირება, რაც სიტყვაზე ფინანსებიც არის და შუნტირება, მისი პროპორცია იგივეა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ხარჯეფექტურობის კვლევები ჩვენთან პირდაპირ გადმოვიტანოთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ წავიყვანთ აი როგორც ინგამ აღნიშნა ამ პაციენტს არა შუნტირების გზით, არამედ სიტყვაზე როტაბლაციური და სტენტირების გზით, გარკვეული პროცენტ რაოდენობას, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ის ხარჯეფექტურიც იყოს, მაგრამ არის კატეგორია, მაინც კიდე უნდა აღვნიშნოთ, რომ არის ტიპი დაზიანების, როცა ცალსახატის შუნტირებას მოითხოვს და შეუცვლელია კარდიოქირურგია და ვერ ვიტყვით, რომ კარდიოქირურგიას არ აქვს როლი და როლი აქვს ძალიან დიდი და უამრავ რაღაც ნაწილში, მაგრამ როგორც ინგამ აღნიშნა, ვიწროვდება ფანჯარა. 30-20% არის ალბათ ის კატეგორია ხალხის, რომლებსაც რომ იყოს ეს თანამედროვე მიდგომები და რომ იყოს დანერგილი აღნიშნული მეთოდიკა, აიბუსი, როტაბლაცია მაგალითად, რომელიც ერთ კონტექსტში შეიძლება ეს არის ультра ბგერა სიზავში და როტაბლაცია ამ კალციფიცირებული ფოლაკის გამორხვა და მე ნორმალურად დასტენტვის შემთხვევაში პაციენტი გადარჩება ოპერაციას. ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ დიდი ოპერაცია არ გაიგეთოს, თუმცა არის შეუცვლელიც ეს. ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში ერთი რომ შეიძლება იყოს ხარჯეფექტურიც, თუ ჩვენ სწორად, ასე ვთქვათ,
მას ვიზავთ ეს კიდე მეორე საკითხია, ძალიან მნიშვნელოვანია ასოციაციის და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობა ერთად, რომ აქ აღნიშნული ასე ვთქვათ პროცედურები გაკეთდეს ძალიან მაღალი ასე ვთქვათ სტანდარტით, როგორც ჩვენების მიდგომით, ასევე რომ არ მოხდეს გადაჭარბებით გამოყენებაც და ასევე სწორად მოხდეს გამოყენება, მიეწოდოს პაციენტს სწორად. ერთობლივი სამუშაო ჯგუფები უნდა შეიქმნას და მეორე საკითხია მარტო ხარჯეფექტურობა ხომ არ არის. ადამიანებს რჩება ხშირ შემთხვევაში იშემიასთან და ესეც ახალგაზრდა ადამიანი თუ დარჩება იშემიასთან, მას სიცოცხლის ხანგრძლივობაში უმცირდება ამის გამო, ინფარქტი დაემართება, დაინვალიდდება, ან რაიმე სხვა მსგავსი პრობლემა შეექმნება, ის რომ დაკარგავს შემოსავლის წყაროს და შემოსავლის წყაროს თუ დაკარგავს, რა თქმა უნდა, ის სახელმწიფოს დააწება კი სერზე, რა თქმა უნდა. საერთოდ ყველაფერი გამოდის პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ხა ჩვენ ხარჯეფექტურობაზე იძულებული ვართ, რომ ვისაუბროთ ზოგადად, ხო? რეალობაში, ამ რეალობაში, თორემ ხა რეალურად ხა ეს ხარჯეფექტურია და მოდი ამიტომ ასე არ არის. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, იმიტომ რომ პაციენტისთვის არის ეს უკეთესი. ნახეთ, თუ ჩვენ კარგად მომამზადებთ სისხლძარღვს, მაგალითად, კარგად გავაკეთებთ ათეროსკლეროზული ფოლაკის მოდელირებას. თუ შანსს იმისას შევამცირებთ, რომ იქ მოხდეს თავიდან შევიწროვება და ამ პაციენტს სტენტმა ემსახუროს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და შესაბამისად პრევენციაც მოვახდინოთ შემდგომში შუნტირებისთვის, მისი ცხოვრების ხარისხი, რა თქმა უნდა, იქნება უფრო კარგი, ვიდრე ვერ ვიტყვი, რომ ახლა იგივე იქნება შუნტირების შემდგომ. თუმცა როგორც ზუსტად თქვა, ყველაფერს თავისი ფანჯარა აქვს, მაგრამ არსებობს რაღაცა გარკვეული პროცენტი პაციენტებისა, რომლებიც შესაძლებელია ასცდეს ტრაუმულ მასშტაბურ ოპერაციებს და შესაბამისად რეაბილიტაციაც ამ დროს უფრო ხანმოკლე არის და ის უფრო ადვილად და ადრე უბრუნდება ცხოვრების შეუწესს. ანუ ეს ის შემთხვევა იქნება, როდესაც ფინანსური მხარეც ნაკლებად ზარალდება და პაციენტის სიცოცხლის ხარისხიც. ზვიად, არის ასეთი გახმაურებული კვლევა FFR ეგრეთ წოდებული, გითხარი ამ კვლევის შესახებ ჩვენს მაყურებელსაც კვლევა, რომელსაც ჩვენი კლინიკა ფლობს და ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ ასე ძალიან ბევრს, თუმცა ამ კვლევას აქვს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ბენეფიტი. პირველი ბენეფიტი რაც არის ამ კვლევის, ეს არის მას უფრო პაციენტების ასე ვთქვათ უნალობის პროცესში, როდესაც ჩვენ ვნახავთ სიძარღვის შევიწროებას და ეს შევიწროება დაახლოებით არის საშუალო შევიწროების ხარისხია, მაგალითად ეს არის 60-70%, რო ვიტრიალოთ ამ ესე გაიდლაინში წერია 40-დან 90-მდე და უფრო მეტად აქტუალურია 60-70% შევიწროების ხარისხი, რომელიც იქმნის ხანდახან ანგიოგრაფიული შევიწროება, რო უყურებს შევიწროებას, ის შეიძლება იყოს ოპტიკური, ასე ვთქვათ, შევიწროება გაცლებით მეტი ვიდრე ფუნქციური. ანუ ნიშნავს იმას, რომ ყველა შევიწროება 70%-იანი და 60-იანი არ მოითხოვს სიზარგვის გაფართოებას. წარმოიდგინეთ 70-იანი არის 80-იანიც. რა თქმა უნდა, რაც უფრო შევიწროების, ასე ვთქვათ, ხარისხი ადის ზევით, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ ფრაქციული ნაკადის რეზერვის შეფასება, ეგრევე წოდებულმა FFR-მა დაადასტუროს საჭიროება სტენტირების ან შუნტირების, მაგრამ 20%-ია დაახლოებით 70-დან 90%-მდე შევიწროების ალბათობა იმისი, რომ ამ შევიწროებას, ამ კონკრეტულ შევიწროებას არ კონდეს ბენეფიტი, რომ ანუ სარგებელი, რომ სტენტირება გაუკეთო ან რევასკულარიზაცია შუნტირების. რა შემთხვევებია ეს? ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ და მეტიც უნდა დავასრულო 50-დან 70%-მდე შევიწროების დაახლოებით 50-60% შეიძლება არ იყოს ასე ვთქვათ გასაკეთებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ოპტიკურად შეიძლება ვიზუალურად უყურებთ შევიწროებას, ჩვენ ვაფართოვებთ, გვიხარია, რა თქმა უნდა პაციენტის კარგი მინდა, მაგრამ სადღაც 20-30%-ის საშუალოდ რა ავიღოთ, ამ პაციენტს ეს შეიძლება გადარჩენილი იყო ამ სტენტირებას, მარტივად რომ ვთქვათ. ეს შემთხვევა სამწუხაროდ ყველა შემთხვევაზე არ ვრცელდება, იმიტომ რომ ყველა სიტუაციაზე არ შეიძლება ეს მწვავე ინფარქტის შემთხვევაში სტენტირება ძალსახად აუცილებელია. როცა სტაბილური პაციენტი გეგმიურად მომართა, არის შევიწროების გარკვეული ასე ვთქვათ რამოდენიმე შევიწროება. როდესაც კლინიკა აქვს, ტკივილის სახით? კი, მაგრამ არის სამი სიზარღვე. აქედან ერთ-ერთი არის ჩართული წინადასწრული არტერიის მთავარი არტერია და ჩვენ აკეთებ FFR კვლევას და აქეთ 3-დან 1-ან 2 არის დაზიანებული და მესამე შევიწროება 70%-იანს არ სჭირდება
რაიმე ჩარევა, იმიტომ რომ მას რაიმე სარგებელი არ იქნება. ამ შემთხვევაში პაციენტი მიდის დეესკალაციის გზით, ანუ ჩვენ ურჩიეთ შუნტირება და იქიდან გამომდინარე რომ 3-დან 1-ს ან 2-ს ჭირდება მხოლოდ და არა 3-ვეს და ან 4 სიძარღვის, მან შეიძლება სტენტირება გაიგეთოს. ესეც ერთ-ერთი გზაა ხარჯეფექტურობის მიმართულებით, ხო? რომ ესე რომ შევხედოთ. ან ჩვენ ურჩიეთ სტენტირება 2 სიძარღს ან სხვა კიდე სიძარღში რამოდენიმე შევიწროება და იმასაც არ ჭირდება სტენტი. ანუ დეესკალაციის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ფაქტორი არსებობს, რომ ჩვენ შეიძლება ნაკლები სტენტი დაგვჭირდეს, ნაკლები აგრესიულობა პაციენტთან და FFR-ის ჩატარების გაიდლაინში მტკიცებულება და რეკომენდაცია ვერ წარმოიდგენთ, არის პირველი A. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი პაციენტი არ გადის FFR-ის გარეშე, არც შუნტირებაზე, არც სტენტირებაზე, თუ მას აქვს სტაბილური კორონარული სინდრომი, აგრეთ წოდებული, ანუ სტაბილური პაციენტი, მწვავე ინფარქტი არ აქვს, მაგრამ აქვს სტაბილური კლინიკური ნიშნები სტენოკარდის, ან აღმოვაჩინეთ თუნდაც კლინიკის გარეშე შევიწროება, იქ FFR-ის მერე ხდება ამ კონკრეტული პროცედურის ჩატარების გადაწყვეტილების მიღება. არის ეს როგორც ხარისხის ინდიკატორი, ანუ ფრაქციული ნაკადი აქ ამ შემთხვევაში არის როგორ უყურეთ შევიწროების თავში ან პროქსიმალურად არსებული წნევა იზომება სპეციალური, ასე ვთქვათ, ტრანსდიუსერის, რომელიც იღებს ამ ინფორმაციას კორონარულ მავთულზე და შევიწროების შემდეგ ეს შეფარდება ხდება და მე მაგას ახლა თავის ნიუანსები აქვს, რომელიც მაყურებლისთვის შეიძლება არ იყოს საინტერესო, მაგრამ ამ შეფარდების მიხედვით თუ ეს შეფარდება არ არის ძალიან განსხვავებული და ეს სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირია, აქ ძალიან დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენთვის რო ვიცოდეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დაახლოებით აქაც 20-30% მინიმუმ გვექნება დეესკალაციის საშუალება. არა სტენტირება, არა შუნტირება, ან შუნტირებიდან სტენტირება. ანუ ჩვენ პაციენტს შეგვიძლია თამამად უთხრათ მათთვის უფრო გასაგებენაზე, რომ 20-30% პაციენტებისა, რომელთაც შევიწროება აქვთ, შეიძლება 70 და 80%-იც კი კორონარების, მათი 20-30% არ საჭიროებს ანგიოპლასტიკას, რაც თავისთავად კარგია. ეს სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ, მაგრამ რა თქმა უნდა კარგია, სწორად განსაზღვრო ის სიძარღვი, რომელიც საჭიროებს, ასე ვთქვათ, ჩარევას, იმიტომ რომ ჩარევა ყოველთვის არ არის დაკავშირებული, აუცილებლად ბენეფიტს მივიღებთ, ხო? ჩარევის შემდეგ შეიძლება მოხდეს სიტყვაზე რაღაც ძალიან დაბალი 0 გარკვეული პროცენტით შეიძლება სტენტრომბოზი, რაც იმ გამახცენად ჩააყენეს სტენტი და შევიწროვდა ისევ და დასჭირდა ახლიდან სტენტირება. ეს 3%-ს არ აღემატება მთლიანობაში, მაგრამ ნუ ვიღაცისთვის 1000 ადამიანისთვის ხო არის 20 ადამიანი, რომელიც ამას ასე ვთქვათ განიცდის, ხო, მინიმუმ. ასე რომ ამ მიმართულებით მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ძალიან ისე გვჭირდება საკმაოდ დიდი მუშაობა, რომ გაიდლაინში არსებული რეკომენდაცია არ გათვალისწინება ძალიან რთული თემა, ამიტომ ეს პირველი დონის რეკომენდაცია და ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ აქაც მივდივართ შუნტირებიდან სტენტირებაზე გადასვლის გზების აღმოჩენაზე, ასე ვთქვათ, აღმოჩენაზე. და ბოდიში დავამატებ, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკური მონაცემები, ვინ გაახსენა სტატისტიკა, აქვს შვეიცარიულ, დანიურ, ანუ სკანდინავიურ, ასე ვთქვათ, სისტემებს, მოდელებს, რეესტრის. მათ რეესტრის მონაცემებში კარგად ჩანს ერთი რამე. პროცედურების წილი კი დარჩა ერთნაირი, მაგალითად კორონარული რევასკულარიზაცია, რაში ჩანს მედიკამენტური თერაპია, რომ რაღაცა პროცენტით მედიკამენტური თერაპია ერჩია, რაღაცა პროცენტით შუნტირება ერჩია, რაღაცა პროცენტით სტენტირება ერჩია, ხო 100-დან პაციენტს. ეს წილი შუნტირებების ჩამოდის 2010 წლიდან 2025 წლამდე მონაცემებმა ანახა, რომ სავარაუდოდ ამ 15 წლის განმავლობაში ამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა FFR-ი, IVUS-ი, როტაბლაცია და სხვა საშუალებებმა მოგვცა იმის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ პაციენტები სტენტირებით და უფრო მარტივი, ან უსისხლოს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ნაკლებ ტრაუმული გზებით უმკურნალოთ პაციენტებს და შუნტირების, ასე ვთქვათ, ციფრი და სტენტირების ციფრის შორის არის ესეთი დაახლოებით ტრენდი. ანუ შემცირდა შუნტირებების ციფრი და გაიზარდა სტენტირებების ციფრი საერთო რაოდენობაში. ეს იყო დაახლოებით 30%-იანი, ასე ვთქვათ, სხვაობა. ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც მიდის თანამედროვე მედიცინა. ჩვენ ალბათ დონის შუნტირების მე მგონი ცოტა მეტიც არის, ვიდრე უნდა იყოს და ამაზე ალბათ თვითონ კარდიოქირურგიული, ასე ვთქვათ, დარგის სპეციალისტები გააკეთებენ ამაზე კომენტარს და
მე არ მინდა კიდევ ერთხელ ესე გამოვიდეს რომ ქირურგია სრული არ აქვს, საკმაოდ დიდი როლია კარდიოქირურგიას. აქვს დიდი, ასე ვთქვათ, ფანჯარა, თუმცა უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ არსებობს სხვა გზებიც, რომელიც არ არის ექსპერიმენტული და ეს არის ფართოდ დანერგილი. მე ამ ფრაქციული ნაკადის რეზერვთან დაკავშირებით ერთ ძალიან მოკლე ნიუანსს დავამატებ. მოკლედ მას შემდეგ რაც დავინახავთ, რომ სისხლძარღვი შევიწროებულია უკვე მივდივართ იმის უნდა წავიდეთ წესით, უნდა განსაზღვროთ ეს შევიწროება რამდენად ამაზიანებელი არის პერფორმისტვის, მიოკარდიომისთვის ხო, მაგრამ ზოგჯერ პაციენტი მოდის აბსოლუტურად ისეთი შევილები აქვს, ტკივილი სტენოკარდიული, შევაფასებთ კორონაროგრაფიული გამოკვლევით და მას მნიშვნელოვანი სტენოზი არ აქვს. ამ ფრაქციული ნაკადის რეზერვით ასევე ფასდება ისიც, რომ ის ჭროწრული სისხლძარღვები, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით არის თავად მიოკარდიუმში, იმ სისხლძარღვების დისფუნქცია არსებობს, თუ რა შეიძლება ვიზუალურად ჩვენ შევიწროება ვერ დავინახოთ. და პაციენტს უშუალოდ არაფერი არ გჭირს, ეხლა რაღაც ნევროზია და ასე შემდეგ. რეალურად შესაძლებელი ამ პაციენტს მართლა ქონდეს მიკროვასკულური სისხლძარღვების ფუნქციური, ესე ვთქვათ, ანომალია, რომელსაც ვერც კორონაროგრაფით, კორონაროგრაფით კიდე არსებობს სხვადასხვა შკალები, მაგალითად ეს კონტრასტის ნელი გადინება, ბლარი და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ იმ პაციენტს არ აღენიშნება ეს მოკეთ მონაცემები და ამ შემთხვევაშიც ფრაქციული ნაკადის რეზერვის გამოყენება და შეფასება საკმაოდ ისე ვთქვათ, მნიშვნელოვანი არის, რომ დაგვეხმაროს დიაგნოზის დასმაში და შესაბამისად დავამატებდი, რომ აუცილებელიც არის. ამ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა. ზვიად, სტრუქტურული დაავადებების შესახებ მინდა გკითხოთ აუხსნათ ჩვენ მაყურებელს. გულის სტრუქტურული დაავადებები დღესდღეობით არის ესეთი ფართოდ დანერგილი. ეს სტრუქტურული დაავადებები რას ნიშნავს? ეს არის სარქველის, გულის სარქველის და არა უკვე სისხლძარღვის დაავადებები, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, კორონარული ეგრეთ წოდებული სტენტირება იქნება, როტაბლაცია თუ FFR და შუნტირება ეს სხვა თემა. გულის შიგნით რა თქმა უნდა სარქველები, რომლებიც შეიძლება შევიწროდეს, კალციფიცირებული, ასე ვთქვათ, გახდეს კალციუმით მდიდარი და მათ მოძრაობა, ასე ვთქვათ, გახსნის შეეზღუდოს ან პირიქით დაზიანდეს ისე რომ ან უკან დაკეტვა ვერ განახორციელოს და რეგურგიტაც ან უკმარისობა გამოვლინდეს. ამ მეთოდიკის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გზა არის იგივენაირად, ანუ ბარძაკის არტერიიდან ან ვენიდან შესვლა და ჩათვალოს როგორც სტენტი დგება გულის სიძარღვში, ისევე შეიძლება ჩადგეს დაკეცილი სარქველი გაიშალოს მაგალითად აორტის სტენოზის შემთხვევაში. ჩვენ ყველა ვიცით, ტავი ქვია ამას, ტრანსფემორალური აორტული სარქლის, ასე ვთქვათ, შეცვლა. რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ყველაფერი ეს სარქველი დაკეცილ მდგომარეობაში შედის უშუალოდ სარქლის მიმდებარე ტერიტორიაზე და სპეციალური, ასე ვთქვათ, მიმწოდი დელივერი სისტემის, ასე ვთქვათ, მეშვეობით ხდება ამ კონკრეტულ ადგილში ამის გაშლა, ამ მერე სხვა, ასე ვთქვათ, მოწყობილობების გამოტანა და დგას სარქველი, ჩათვალეთ, რომ ეხლა ჩვენ საუბრობდით ზეგან დაახლოებით ადრე თუ 1:30-2 საათი ჭირდებოდა ამ პროცედურას და მე მინახია გერმანიაში ეს პროცედურები. ეხლა ხანს წელს ვიყავით და 35 წუთი იყო ერთი პროცედურის დრო, არ აძინებენ პაციენტს, ანუ უბრალოდ ძინავს, მაგრამ არ აქვს ნარკოზი, ასე ვთქვათ, ღრმა ნარკოზი არ არის. ღრმა ძილის ფაზაში ინტუბაციური ნარკოზი აკეთდება და პაციენტს თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, შეიძლება ესკალაცია ინტუბაციის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ანესთეზიოლოგი გუნდი არის და ამ ტავის, ასე ვთქვათ, მიმართულებით პრაქტიკულად პოლისი, ასე ვთქვათ, ესეთ დაფინანსების სისტემა გაცილებით ესეთია, ლიბერალურია ევროპაში და მაღალი შემოსავლის ქვეყნებში. აი თურქეთის ერთ-ერთმა ჩვენმა სპიკერმა თეომან კილიჩმა, რომელიც განაგებს working groups და ინტერვენციული ასოციაციის ხელმძღვანელი არის თურქეთში. მან წარადგინა საკმაოდ კარგი, ესე ჩვენ მივეცით დავალება, რომ აინტერესებდა როგორი განვითარება ხდება თურქეთში და როგორ დაიწყო თურქეთმა ტავის პროგრამებზე მუშაობა და საკმაოდ კარგი შედეგები ანახა, როგორც გამოსავლის მიმართულებით, ასევე სტატისტიკური მონაცემები და იქიდან გამომდინარე ფართედ, ასე ვთქვათ, დაინერგა თურქეთში. ფასების წარადგინა საკმაოდ დაბალი ფასები ჰქონდა თვითონ სარქველებს. ამიტომ რაც უფრო მეტი გაგეთდება, რა თქმა უნდა, სარქლის ფასი ჩამოდის. ჩვენთანაც ხო ინერგება. ჩვენთან უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აჭარას აქვს ხოთაშორის საკმაოდ ცალკე დამოუკიდებელი
ბიუჯეტი, გარდა ასე ვთქვათ DRG სისტემიდან დამოუკიდებელი ბიუჯეტი და მის მინის საკმაოდ დიდი ასე ვთქვათ შრომა აქვს ჩადებული იმაში, რომ ამ თავის პროგრამა ამუშავებული იყო აჭარაში, ჩვენი კოლეგები აჭარაშიც იგივე უნდა ვახსენოთ იოსებ სიხარულიძე საკმაოდ აქტიურად მუშაობდა და მის ასე ვთქვათ ცენტრშიც გაკეთებულა ასე ვთქვათ თავის პროცედურები. თვითონ თეომანი თურქები ძალიან გვეხმარებიან ტრენინგი გავიაროთ მათთან, ჩადიან ჩვენი კოლეგები სტამბულში, მას კლინიკებში და აკეთებენ ასე ვთქვათ ერთად ამ პროცედურებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გერმანიაშიც გვაქვს ამის საშუალება და ძალიან ბევრი პროცედურები გვინახავს, დავსწრები ვართ, მონაწილეობა მიგვიღია და არ არის არაფერი გაუკეთებელი და მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ აჭარის ჯანდაცვის მინის და იმ ასე ვთქვათ სისტემისთვის, რომელიც მან დაანერგა და მე იმედი მაქვს ძალიან მალე გადმოვაჩვენსკენ ჩვენთან დღესდღეობით თუ აჭარისთან არ არის პაციენტი, ასე ვთქვათ პაციენტი იხდის თანხას სრულყოფილად თვითონ და ჩვენ არ აქვს არანაირი დაფინანსება დავის და ეს საკმაოდ ძვირი ჯდება პაციენტის ჯიბიდან 60 და 70000 ლარის გადახდა ძალიან მარტივი არ არის. ეს ის შემთხვევა თავიდან მოგონილი არის არაოპერაბელური პაციენტებისთვის, აი გამოტომ მინდა თუ შეიძლება რომ განსაზღვროთ როგორ წარმოიქმნა დავის ისა პირველი რაჩვენება იყო და მე როგორ განსაგემრიალად დაიწყეთ თქვენ დაავადოთ. მაგრამ დღეს უკვე არა მარტო ასეთ პაციენტებზე გამოიყენება. კი, თავის თავარი ეს იყო ასე ვთქვათ პირველი ესეთ მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ჩატარდა თავის იყო პარტნერ 1 ქვია ესეთი კვლევა, რომელმაც აჩვენა 5 წლიანი ბენეფიტი, ანუ თუ პაციენტს ვერ უკეთებთ ოპერაციას, მისი მაღალი ოპერაციული რისკის გამო, შეიძლება ის იყოს ასაკობრივი კატეგორია 80 წელიან მეტი, 75 წელიან მეტი, გააჩნია მისი დაუძლურების ინდექსი ისეთი ან თანხლები დაავადებები აქვს ისეთი, რომ გართულებები საკმაოდ მაღალია, ალბათობა გართულებების და ესეც სკალებია ჩვეულებრივ და ასე ვთქვათ იზომება, ამ შემთხვევაში პაციენტები რჩებოდნენ მხოლოდ მედიკამენტურ თერაპიას. თავი გამოიგონეს იმიტომ, რომ მოდი აი ამ გზით, ოპერაციის გზის გარეშე ჩავდგათ, გავაფართოვოთ სარქველი და მანამდე სანამ სარქველი იქნებოდა, უბრალოდ ბალონს ხსნიდნენ, ანუ ბალონი გაშლა ხდებოდა და ამ კალციუმის ფოლაკების გაწევა, თუმცა ამას პრობლემა ის ჰქონდა, რომ მე ეს კალციუმი რო გაიწევდა, ვეღარ კეტავდა სარქველი და მე უკმარისობა ვითარდებოდა შევიწროების მაგალითად და ეს იყო პრობლემა, თუმცა სხვა გამოსავალი რო არ იყო კრიტიკული შევიწროების დროს ამას აკეთებდნენ. მე თქვენს რომ მოდი გავაკეთოთ და ანუ როდი რომ წელს იყო 79-ში თუ 83-ში ალან მახსოვს 80 ну ამ ზუსტად არ მახსოვს რომ ჩაიდგა პირველი ტავი სარქველი ბარწაკის არტერიის გამოყენებით და ეს იყო დიდი წარმატება და რა ინახა ამ კვლევაში რომ თუ ჩვენ ამ პაციენტებს 5 წლის განმავლობაში მივცემთ საშუალებას რომ ჩაუყენოთ ამ გზით სარქველი და არ დავტოვოთ მედიკამენტურ თერაპიაზე მათი 50%-ზე მეტი გადარჩება. სიკვდილს გადარჩება. და ხარისხობრივი მიმართულება კიდე ცალკე თემა არის. მესმის რომ ჩვენ საუბარი გვაქვს ასაკობრივი დაუძლურებულ პაციენტზე შეიძლება ეს დოვლაც არ ქმნის, მაგრამ სიცოცხლე ყველაზე მეტი დოვლათია. ნუ ახალგაზრდა პაციენტზე შეგვიძლია გამოვიყენოთ. მან არის შეზღუდვები. მან გვაქვს შეზღუდვები, რადგანაც ეს არის სარქვილის მასალა ისეთი რომ მას შეიძლება 10 წლის მერე მას გამოსვლა დასჭირდეს. ყოველდღიურად თუ არა, წლიდან წლამდე ახალი ასე ვთქვათ მოწყობილობა დივაისი ამ სარქვილის გამოდის, რომლებიც იხვეწება და ჩვენს დანიელ კოლეგას, რომელიც არის ყველაზე ასე ვთქვათ ისეთი ცნობილი ექსპერტი ლარსი, იმან ჰქონდა ჩვენს კონგრესზე მოხსენება ონლაინ ჩაგვერთო და იმან აღნიშნა რომ დღესდღეობით იმდენად იხვეწება თავის პროგრამები, რომ შეიძლება აი თქვენ რაც ბრძანეთ ახალგაზრდა ადამიანებში მოხდეს და ჩაყენება და მას 15 წლიანი და მეტი ხანგრძლივობაც შეეძლოს და ბიოლოგიურ სარქველსაც კი გადაუსწროს ასე ვთქვათ ფუნქციონირების მიმართულებით. 15 წლის მერე მოხდება ჩანაცვლება იგივე მეთოდით არა ღია ხირურგიაში, ასე ვთქვათ, ვალ ქვია პროგრამას, რომლებსაც ახორციელებენ დღესდღეობით და ბევრი ნიუანსებია, მაგრამ დღეს საქართველოში არის ორი კლინიკა, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე აკეთებს ამას, ეს არის ირაკლი გოგოლიშვილის მეთაურობით კლინიკა ჰელსინკორი და ეს არის ლაშა მოსიაშვილის მეთაურობით კლინიკა ნიუ ჰოსპიტალი. თუმცა დაფინანსების წყარო მხოლოდ აჭარის პაციენტებს აქვს, მისთვისაც პირველ რიგში უნდა მივესალმები აჭარას. მივესალმოთ და უნდა უთხრათ მადლობა, იმიტომ რომ ეს ისეთი შრომაა ჩადებული, რომელშ შრომაშიც რა თქმა უნდა ნაწილობრივად ირიბად ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და რა თქმა უნდა რომ არას
ცენტრალურ ასე ვთქვათ ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენი რა თქმა უნდა ვერ მოხდებოდა დაშვება ამ იმისი, ამიტომ მარტო ასე ვთქვათ იმის მოდი ვთქვათ ვაღიაროთ რომ ეს არის მთლიანობაში კონსენსუსი რომელიც შედგა დაიწყო აჭარიდან და დარწმუნებული ვარ ჯანდაცვის სამინისტროს ექნება გარკვეული ხედვები ამასთან დაკავშირებით და მოხდება კონკრეტულ კატეგორია პაციენტებში სადაც მაღალი იქნება შანსი რომ სიკვდილობა შევამციროთ ამ ტავის პროგრამის დანერგვა უფრო ფართოდ. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო და ჩვენი პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი საუბრისთვის. ძალიან ბევრ ბუნდოვან საკითხს აეხადა ფარდა ფიქრობ ჩვენი მაყურებლისთვის. ჩვენ მაყურებლებს მივმართავ რომ როგორც ხედავთ ჩვენი კარდიოლოგები დღე და ღამე შრომობენ იმისთვის და იღწვიან იმისთვის რომ ნაკლები ზარალით როგორც ფიზიკური ისე ფინანსური მაქსიმალური შედეგი მიიღონ. ეხლა კი მოგმართავთ ჩემო ძვირფასო კოლეგებო ბოლო სიტყვაობით თქვენი პერსპექტივების უახლესი აქტივობების შესახებ რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს დამამშვიდებელი დამაიმედებელი კიდევ ერთხელ მადლობა რომ დღეს ჩვენ აქ ავართ და რაღაც ჩვენს ასე რომ თქვა სურვილებს და გეგმებს და ჩვენს შრომას ბაზიარებთ ჩვენი ძალიან დიდი იმედი არის რომ ის რაც დავიწყეთ რასაც ვიადმა ასე რომ თქვათ კი მართალია პირველი პრეზიდენტი არ არის მაგრამ უკვე ძალიან ენერგიულად მოვკიდა ხელი და ნამდვილად შექმნა გუნდი რომელიც ყოველდღე ძლიერდება და რაღაც გეგმავს განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს ჩვენი მესიჯები ჩვენი გზავნილები მიტანილი იქნება იქ სადაც ნამდვილად უნდა მივიდეს და ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ განვითარდება ეს დარგი და აღარ იქნება ის სტაზი ასე რომ ვთქვათ პლატო რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ეს იმიტომ არა რომ ჩვენ ესე გვინდა უბრალოდ ეს აუცილებელი არის ჩვენივე მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და დარწმუნებული რომ ყველა ქმედება რასაც ვაკეთებთ ნამდვილად ძალიან ბევრჯერ საათობით შეკრება მიუხედავად ჩვენი არავის არ ვამატლებთ ეს ჩვენი პროფესია და ჩვენ შეგვებული ვართ რომ ესე უნდა ვიმუშაოთ მაგრამ მართლა რთული არის ამის ფონზე კიდე ცალკე რაღაცის ორგანიზება ცალკე იმ პრობლემების თამოყრა ცალკე რაღაცა გადანაწილება ყოველს თავისი რაღაც დავალებების დაორგანიზება ეს არის ძალიან დიდი შრომა და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდებით და კიდევ უფრო მეტად სწორად დავსახავთ და ალბათ უფრო დავაკორექტირებთ იმას რასაც ძალიან დიდი ხანია მუშაობთ და როგორც ზვიადმა თქვა ნელ-ნელა ვითარდება ალბათ მოვნახავთ გარკვეული ინსტრუმენტებს რომელიც დააჩქარებს ამ პროცესს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ეს ჩვენი ყველა ნაბიჯი ქმედება შრომა და სურვილი იქნება განხორციელებული დადებითად ჩვენი მოსახლეობის და მედიცინის დარგისთვის. დიდი მადლობა. რომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ შემდეგ კონგრესზე ნახოთ ჩვენი ჯანდაცვის წარმომადგენლები, ესეულები, რომლებიც დაესწრებიან ჩვენს ამ აქტივობას, ამ საერთაშორისო კონგრესის აქტივობას და მიიღებენ საკმაოდ რელევანტურ ინფორმაციას და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ჩანაწერები ჩვენი ასე ვთქვათ ყველა კონგრესის პირველი კონგრესის მეორე კონგრესის მესამე კონგრესის ვიდეო ჩანაწერები ჩვენი ლექციების პრეზენტაციები მათ შორის PDF ფაილად ჩვენ საიტზე არის აკეთებული და თუ ვინმე ვერ დაესწრო და თუ ვინმე საინტერესებს რეალურად რა ხდება მსოფლიოში ძალიან მარტივად ჩვენი ასე ვთქვათ და ესეთი ვიწრო და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციით ერთი დღის განმავლობაში რაც შეგვიძლია წარვადგინეთ ჩვენი მოსახლეობისთვის და ნამდვილად ვურჩევ ჩვენ კოლეგებს ნამდვილად საინტერესოა ძალიან რომლებიც არიან ასე ვთქვათ პიონერები ამ საკითხში და რომლებსაც დგას დღეს ევროპული ასე ვთქვათ და დასავლური მედიცინა ამ მიმართულებით იმედი მაქვს რომ ჯანდაცვის სამინისტროს გამოყოფს სამუშაო ჯგუფს და დარგობრივ ასოციაციებთან მოხდება ამ საკითხების ამ უკვე ხარისხობრივ ეტაპზე გადანაწილება და მართლა იმას თქვის არ იყოს ნამდვილად მაქვს ამის იმედი რომ ამას შევძლებთ ჩვენ ერთად ცალკე ასოციაცია ცალკე ერთი პიროვნება ან ორი ან სამი ამას ვერ გააკეთებთ თუ არა პოლიტიკური ნება მე იმის იმედიც მაქვს რომ მომავალ კონგრესზე როცა მოვალ იქნება ერთი მოხსენება მაინც რაღაც სიახლეზე რომელიც დაინერგა უკვე საქართველოში რაზეც დღეს ჩვენ ვილაპარაკეთ იყოს 2 წელიწადში და ჩვენთან ყველაზე ასე ვთქვათ
განსხვავებულია ჩვენი კონგრესი არის კიდევ რითი რომ ჩვენ აი ამ ესე რომ ვთქვათ პრობლემების ფონზე ჩვენი ექიმები წარმოაჩინენ თუ რაოდენ პროფესიონალურად ასრულებენ თავიანთ ესე რომ ვთქვათ სამუშაოს და რაოდენ მაღალ ხარისხობრივად აკეთებენ იმის პირობებში რაც შეიძლება ალბათ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან წარმომადგენელს ეს წარმოუდგენლადაც მიაჩნია ნამდვილად ეფექტურად აი მთელი თავგანწირვით და ჩვენ არასოდეს არ ვტრაბახობთ რომ ძალიან კარგები უბრალოდ წარმოვაჩენთ იმას რასაც ვაკეთებთ რაც ზუსტად თქვა ინტელექტუალური რესურსის ასე ვთქვათ საფუძველზე და იმ რესურსის საფუძველზე რაც მატერიალურად გაგვაჩნია. აბსოლუტურად გეთანხმებით. აი ამ პოზიტიურ ტალღაზე ვამთავრებთ ჩვენს გადაცემას. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.